ბატონ შალვა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობათ, გილოცავთ დღესასწაულს და მინდა გიორგიმ კიდევ ერთხელ განგმირა საქართველოს მტერი უშინ შაპი შიფტონში კონგრესის ხდომაზე, სადაც მიიღეს ისტორიული მნიშვნელობის საქართველოს გადამრჩენი აქტი აი ამ საშინელი ურჩხულისაგან და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს მიერ, ლეიბორისტული პარტიის მიერ 12 წლის წინ დაწყებული ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებისათვის შედის დამაგვირგვინებელ სტადიაში. როგორც მოგეხსენებათ, სავსებით სამართლიანად 2024 წლის 4 ივნისს ბატონმა ვილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის ხდომაზე ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონამორჩილი გამოაცხადა ამ კანონის ინიციატორად, მანიცირებლად და თანაავტორად. ეს დაფიქსირებულია ყველგან და თუ ეხლა ამაზე ვინმე გაიცინებს ირონიულად, მას დარჩეს ირონიული სიცილი სამუდამოდ. მე მახსოვს, როდესაც დავწიეთ დენის გადასახადი 2002 წელს 11 თეთრამდე თბილისში ზოგიერთი ორ ფეხზე შემდგარი ადამიანად გარეგნულად წოდებული და შიგნით ნაკლები ადამიანების მქონე არსება კიდევ გვედავებოდა, რომ ტყუით არ დაგიწევიათ გადასახადიო და პირდაპირ ტელევიზიებში რეკავდნენ. რო გავაუქმეთ ასიანი სწავლება და უფასო საშუალო განათლება შემოვიღეთ 98-ში შევარდნაძეს რომ უჩივლეს საკონსტიტუციაში და მოვიგეთ პროცესი, მას შემდეგ დღემდე გვიმტკიცებენ, რომ არაო, უფასო უნდა ყოფილიყო და არავინ არ ცდილობდა თქვენ რა შუაში ხართო. როდესაც უფასო სასწრაფო დახმარება შემოვიტანეთ, დღემდე ზოგიერთები გვიმტკიცებენ. აი ეს კატეგორია არის სწორედ ის დამანგრეველი ძალა, რომლებსაც მოყავთ ივანიშვილები, აი ეს უაზრო ზარქუები, აი ეს წულაები, აი ეს ბატონ შალვა, ნულოვანიაო ეს აქტიო ჩვენთვის, აი ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნულოვანი არის ამ აქტის მნიშვნელობა და ესენი არიან მოსყიდული კონგრესმენები, რომლებიც რაღაც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან თითქოს. ეს ბატონები უკვე არიან პოლიტიკური თვითმკვლელობის სტადიაში, ხედავთ ატყობთ ამას შესანიშნავად და ძალიან მალე მათ მიერ მოპარული მილიონები, მილიარდები ხალხისგან მათთვის განულდება ეს სახსრები დაუბრუნდება სახელმწიფოს. ეს ძალიან კარგად იციან, ამიტომ არიან შოკში და ამ შოკიდან ისინი ვერ გამოვლენ ვერც რა ქვია ლუმინალის იმით რა ქვია ტაბლეტები და ვერც ბროწეულის ოყნებით, როგორც იმ ცნობილ კინოფილმშია. ამიტომ დაანებეთ თავი, ამ ხალხს უკვე თავზე ხელი აქვს აღებული და ამათი საქმე მთავრდება და შეიძლება ითქვას, რომ მოხდა ისტორიული ამბავი კიდევ გუშინ, რომ 80% უმრავლესობით დამტკიცდა მეგობრობის აქტი, აი ეს ისტორიული დოკუმენტი და ამდენი ხმა 80% არ მიუღიათ მარკო რუბიოს, ამერიკის თავდაცვის მინისტრს, ამერიკის უმაღლეს ჩინოსნებს კონგრესში დამტკიცების დროს. დემოკრატები და რესპუბლიკელები აი ერთადერთ ამ საკითხში დღეს არიან ერთად და თანხმდებიან, რომ საქართველოსთან უნდა ამოიძირკოს აი ეს ჟამიანობა, აი ეს ჭირი, რასაც ბატონო შალვა, აი საქართველოს ჩატოვება სიბნელეში და რასაც არავინ არ დაუშვებ. ხაზი არის ქართული ოცნების ასეთი სერიოზულად მიყვებიან ამ ხაზს, რომ Deep State-ი ცდილობს თითქოს ვითარების არევას საქართველოში. თქვენ როდესაც გქონდათ შეხვედრები, თუნდაც ჯო ვილსონთან ნახეთ, რომ რაღაც Deep State-ის გავლენის ქვეშ არიან ეს კონგრესმენები თუ რამდენად რეალურად აცნობიერებენ, რამდენად ზედმიწევნით კარგად აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ რა ხდება საქართველოში. კარგად მოგეხსენებათ და თქვენი ტელეარქივი ამის შესანიშნავი მაუწყებელია, რომ ბატონი ვილსონი, ჩვენი მართლაც დიდი მეგობარი, ბატონი კოენი, აი დემოკრატების ლიდერი გუშინ გამოვიდა ცეცხლოვანი სიტყვით, ბრაიან მასტი კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე გუშინ ასევე უაღრესად დაგვიდგა გვერდით, ჰადსონი, რიჩარდ ჰადსონი, უმრავლესობის ლიდერი რესპუბლიკელების კონგრესში აღარ საუბრობ სენატორ ვიკერზე, სენატორ კრუზზე, სენატორ რიჩზე, ჩემი მონახულები არიან ლეიბორისტული პარტიის მიერ ასე ვთქვათ, აი ამ დიდი მუშაობის შედეგად შექმნილი უდიდესი მეგობრების ჯგუფია. 10-12 წელი დაჭირდა ამ მუშაობას და
კიდევ ერთხელ გთხოვთ გადახედოთ თქვენს კინო, ფოტო ქრონიკას რა დღეები გადავიტანეთ, როცა სულ მარტო ვიყავით აი ამ დიდ ბრძოლაში და ვიმეორებ ქართული ხალხის გარეშე და იქ ახალგაზრდები რო დგანან და ზოგი ციხეშია, აი მათ გარეშე ეს არ მოხდებოდა. მაგრამ ჩვენც რო არ დაგვეწყო მაშინვე მუშაობა, ასე ჰარმონიულად ეს პროცესები არ წავიდოდა. ამიტომ აი როგორც თვითმფრინავს აქვს ორი ფრთა, ისეთი ორი ფრთა იყო აი ეს დიდი სახალხო საპროტესტო მოძრაობა და ლეიბორისტული პარტიის თავგანწირვა, რა დროსაც ამ ბრძოლაში ჩემო ძვირფასოებო, ყველა მიგვატოვა. არა, კი არ ვწირი, მაგრამ მინდა რომ აღარ განმეორდეს სამოვლოდ ასეთი რაღაცა. არც ერთმა პარტიამ ხელი არ მოგვიწერა დასანქცირების დოკუმენტზე, არც ერთმა ოპოზიციურმა ეხლა რომ გამოდიან და ენამზეობენ, არც ერთმა არასამთავრობომ ხელი არ მოგვიწერა. მეცაც გეტყვით, მივიყვანდი წყიბზე სანქცირების საკითხს ეს წლები, ჩავიდოდნენ ვაშინგტონში ზურაბიშვილი, ხაზარაძე, გილაური, ღარიბაშვილი, პირიკაშვილი, გახარია, ვარამია და ჩალიჩობდნენ რომ ეს სანქცირების პროცესი ჩაეშალათ ან ივანიშვილის მიმართ, ან ჩხარტიშვილის მიმართ, ან გილაურის მიმართ და სხვა. მაგრამ ისტორიას თავისი კანონები აქვს. ისტორიას ვერაფერი ვერ გააჩერებს და ვერც ქართველი ერის ნებას რომ მას ჰქონდეს დამოუკიდებელი ამაყი დემოკრატიული სახელმწიფო და კიდევ ერთი ხვალ მე მგონი აი ამ სამარცხვინო პარტიის ყრილობაა, ხო? დიახ. და მე მინდა კიდევ ერთ ნიუანს გაუსვა ხაზი, რომ ამერიკის კონგრესს არ მიუღია სპეციალური კანონი ნაცისტური გერმანული პარტიის, ჰიტლერის პარტიის წინააღმდეგ, აი ასეთი. არ მიუღია კანონი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ, ისე დაიშალა საბჭოთა კავშირი. არ მიუღია კანონი ჩინეთის კომპარტიის წინააღმდეგ, არ მიუღია კანონი ჰუსეინის არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის წინააღმდეგ. ეს უპრეცედენტო რამე მოხდა. ეს ნიურნბერგის განაჩენზე უარესია აი მართლა უბედურების კონგრესი აპირებენ მეგობარი აქტის მიღებას, რომელიც ქართული ოცნების დასანქცირებას ითვალისწინებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა, მადლობა. წინააღმდეგარი მიმართული და მე მინდა ურჩიო ივანიშვილს და ქართული ოცნების სხვა ყრილობაზე მისულ პერსონებს. გამოაცხადეთ თვითდაშლა ამ პარტიის, გამოაცხადეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, დაცალეთ მიტაცებული კაბინეტები, გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები, თუ გინდათ რომ თქვენ სულ პატარა რამე პერსპექტივა დაგჭირთ. მადლობა. ალბათ ეს ნაკლებ სავარაუდოა. ესაც აღარ უშველს. ამიტომ ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩვენ რაც შეგვეძლო, მე პირადად რაც შემეძლო, ჩემი ერისთვის, ჩემი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მსხვერპლის პასად გავაკეთე, შეიძლება ამგვარი რამ ჩემ ქვეყანას ვეღარ გავუკეთო, უბრალოდ აღარ მომეცეს ფიზიკურად ან ბიოლოგიურად ამის საშუალება. ეს უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი ერი იმსახურებს სახურებას, იმსახურებს გამარჯვებას, იმსახურებს წინსვლას და არ იმსახურებს აი ამ ურჩხულებს, რომლებსაც ერთად მოვიცილებთ ჩვენ და მადლობა შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ახლა